საკეისრო კვეთების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15%. ჩვენნაირი ქვეყნის პირობებში 2024 წლის მონაცემებით 42.8%-ია. თითქმის ყოველი მეორე ქალი იჯრება და ეს არის ძალიან ცუდი, ჯერ კიდევ ცუდი. მიუხედავად მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია აღინიშნა, მაინც მაღალია 42.8%. საკეისრო კვეთა სამედიცინო ჩარევაა და იაპონიაში მხოლოდ სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში ტარდება. საქართველოში საკეისრო კვეთების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და 40%-ს აჭარბებს. დიდი სურვილია, რომ არასაჭირო საკეისრო კვეთების მაჩვენებელი შემცირდეს. ამისთვის კი აუცილებელია სწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული კომუნიკაცია.